მოგესალმებით. ოღონდ მოგესალმებით როგორც კი მესამე მიკროფონიდან, რადგან ჩემი მიკროფონი მეხუთე დალეწილია, განადგურებულია, ეთყობა თქვენი ვარდების თაიგულმა ძალიან დააზიანა. ეხლა მე მოვედი აქ იმისათვის, რომ პირველ სხდომაზე არ მოვედი პროტესტის ნიშნად. ეხლა მოვედი იმისათვის, რომ დავაფიქსირო და განაცხადო შემდეგი რამ. პირველი, ამ სხდომაზე, ამ დარბაზში 22 ნოემბერს მოხდა სახელმწიფო გადატრიალება. ამიტომ მე მოვითხოვ დღესვე გამოტანილი იქნას დადგენილება, შეიქმნას კომისია 22 ნოემბრის მოვლენების სამართლებრივი შეფასებისათვის. მეორე, ძალიან გირჩევთ ბატონო გიგი, მე მიხარია რომ დღეს მანდ ვარდები არა გაქვთ, თან წითელი ვარდები არსებობს ბუნებაში თეთრი ვარდებიც. წითელი ვარდები რო იცოდეთ, როზენკრეიცერების იუდეველთა მიერ ჯვრის ძლევის სიმბოლოა, ვინც ეს კარგად იცის მთელ სოფლიოში. ამიტომ ნუ გამოედევნებით მანდა მაინც წითელ ვარდებს და თუ ვარდების სიყვარული გაქვთ, თეთრი ან ყვითელი ვარდი მაინც აირჩიეთ. წითელი ვარდები სისხლის ღვრის ჯვრის ძლევის სიმბოლოა სოფლიოში და როზენკრეიცერების სიმბოლო გახლავთ. მესამე, დღესვე მოვითხოვ პარლამენტმა იმსჯელოს, რომ პრეზიდენტის რეზიდენციიდან კანცელარია ვინ შემოიღო, მე არ ვიცი. ის იყო პრეზიდენტის რეზიდენცია. პრეზიდენტის რეზიდენციიდან დღესვე ჩამოხსნილი იქნას კმარას მუშტშეკრული, მუშტმოღერებული დროშა. ქართულ ხალხს მუშტებით ნველაპარაკებით. ჯერ თქვენ არ მოსულხართ არც პრეზიდენტის რეზიდენციაში და არც პარლამენტის შენობაში. თქვენი ლეგიტიმურობა ჯერჯერობით დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. თუ მანდა მაინც დროშა გინდათ, სანამ სახელმწიფო დროშას თქვენ ისევ შეურიგდებოდეთ და აღმართავდეთ, ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის შვილის ნუკრიანი დროშა აიტანეთ. შვილის ნუკრი უფრო გადაგარჩენთ, ვინემ მუშტმოღერებული დროშა და ეს მუშტი ვის მოხვდება ცხვირპირში, ამას კიდევ ჯერ დიდი კითხვის ნიშანი აქვს საქართველოში. მე გირჩევთ, მუშტებით ნუ მოხვალთ ხელისუფლებაში. აი იქ პატრიარქის სავარძელი რომ თავისუფალი იყო იმ დღეს, მე ვიცოდი რომ აქ ეს უბედურება დატრიალდებოდა. ამიტომ მე ვთხოვ კათოლიკოს პატრიარქს, რომ შეაფასოს 22 ნოემბრის მოვლენები და ასევე ვთხოვ მას, რომ დადგეს იმ მრევლის გვერდით, რომელსაც იეღოველები და ბაპტისტები და სონღულაშვილები თავიანთი ცხელი კაკაოებით, ჩაი და ფუნთუშეულებით არ კვებავენ. საქართველო მართლმადიდებლურია, საქართველოს მრევლი მართლმადიდებლურია, ამ მომრჩევლების უმრავლესობა მართლმადიდებლურია და მისი ხელისუფლება, მათი ხელისუფლებაც მართლმადიდებლურია.